ჯერჯერობით ქართულ ოცნებას კანონ პროექტი არ გამოუქვეყნებია, დღის ბოლომდე გახდება შინაარსი ცნობილი, თუმცა იმ საჯარო განცხადებებიდან, რასაც ქართულ ოცნებაში აკეთებენ, იძლევა ეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას და იურისტებს აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რეალურად ეს კანონ პროექტი და ცვლილებები გამკაცრება შეეხება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, ვინც კრიტიკული იქნება ქართული ოცნების მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ თქვენ, იქნებით სტუდენტი, პროფესორი, ლექტორი, საჯარო მოხელე ან ნებისმიერი სხვა პირი, ვინც რაიმე სახით მიიღებს დაფინანსებას, რომელიც შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ჩათვალოს, რომ რამენაირად გავლენას ახდენ საზოგადოებრივ აზრზე, შეიძლება მოხდეთ ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ, ან თუ მეწარმე ხართ, ამ შემთხვევაში უკვე დაჯარიმდებით. აი ასეთი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა ეს საჯარო განცხადება, რაც ქართულ ოცნებაში გაკეთდა და იურისტები თვლიან, რომ ამით გაუტოლდა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებს, როგორიც არის ძალადობა და უფრო მეტიც ამბობენ, რომ არსებობს ისეთი დანაშაულებები, რომელიც რეალურად მკაცრად უნდა იჭებოდეს, თუმცა ქართულმა ოცნებამ ჩათვალა, რომ გრანტის მიღება და დაფინანსების მოპოვება გაცილებით საშიშია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რომელზეც გაცილებით ნაკლები წლებია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის გათვალისწინებული, ვიდრე ახლა იქნება უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში. ამ ინიციატივის მიხედვით, მაგალითად, მთავრობის გარეშე გრანტის მიღება მძიმე კატეგორიის დანაშაულში გაყავდა ისეთი დანაშაულებიც კი, როგორიც არის მაგალითად მუქარა ან იძულება, ძალადობა, მაგალითად, შეიძლება გამოიხატოს ფიზიკურ ძალადობაში, ისიც კი არ ითვალისწინებს ამ ვადით ასეთი სიმძიმის სასჯელს. ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში ადამიანი გამოკეტო ერთ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და ერთადერთი მიზანი უნდა გააჩუმონ ნებისმიერ ფასად ნებისმიერი ადამიანი ან მოუსპონ შემოსავალი, მათ შორის ბიზნეს და კერძო ბიზნესში მყოფ პირებს. ემიგრაციიდან გამოგზავნილი უცხოური ვალუტა ჩვეულებრივად არის უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება, ესენი როგორც განმარტავენ მას. ამიტომ და შეიძლება რომ ადამიანის შემოსავლები ეს იყოს, ხო? იმიტომ მიდიან თავისი ოჯახების სარჩენად მიდიან და მართლა ერთადერთი შემოსავალი მთელი ოჯახის შეიძლება იყოს აი ეს უცხოური გადმორიცხვები. და თუ სხვა რამესაც კიდევ ეს ადამიანი აკეთებს, ყველაფერში შეექმნება პრობლემა. ადამიანებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობენ, სტუდენტებს, ფსიქოლოგებს, მეცნიერებს, არტისტებს, სოციალურ მუშაკებს, უფლებადამცველებს, იურისტებს, რომლებიც სხვადასხვა განვითარების პროექტში ინდივიდუალურად არიან ჩართულები, თუნდაც სერვის კონტრაქტების, შრომითი კონტრაქტების საფუძველზე. ამიტომაც ერთის მხარეს რაღაცა ტიპის საბჭოთა ტიპის კონფლიქტია რაღაც უცხოსთან და უცხოეთთან, ხო? მაგრამ ამავდროულად ეს არის მიკროსკოპული კონტროლის ცდელობა საზოგადოების გაცილებით ფართე მასებზე და საბოლოო მიზანი ბუნებრივია, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობის სრული გაჩერება. ქართულ ოცნებაში თავად აღიარებენ, რომ აქამდე მიღებული კანონ პროექტები და განმკაცრებული კანონმდებლობით სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, სრული კონტროლი არ აქვთ ფინანსებზე და გადმორიცხვებზე, რომ გააკონტროლონ, ამიტომ ახლა ცვლიან და იღებენ ახალ კანონ პროექტს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება სწორედ ასეთი კანონ პროექტის განხილვა, თუმცა იქნება თუ არა ამ შემთხვევაში გამონაკლისები, განათლების მიმართულებით და სტუდენტები, მაგალითად, რომლებიც უცხოურ გრანტს იღებენ, მოხდებიან თუ არა რაიმე სახით გამონაკლისში, თუ მათაც პოლიტიკურ აქტიურობად და პოლიტიკური აქტიურობად ჩაუთვლიან საჯარო სტატუსებს, ამას ვნახავთ ალბათ რამდენიმე საათში, როდესაც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება კანონ პროექტი, რომელსაც ქართული ოცნება ანონსებს, რომ მალე მიიღებს.